ეს მეტისის სახელად ფრიდაა. ამ კატას კი ფინშენი ჰქვია. ორივეს ძალიან სევდიანი ისტორია აქვთ. ფინშენი 2024 წლის მარტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძიმედ დაზიანდა. ტრავმირებული კატა ძაღლებმაც დაკბინეს. ის ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე ვიპოვეთ და სასწრაფოდ ექიმთან წავიყვანეთ. ფინშენს სხეულზე არაერთი მძიმე დაზიანება ემჩნეოდა. ექიმმა რამდენიმე თვიანი მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი დაუნიშნა, რომლის ზედმიწევნით შესრულება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. ფრიდა მიტოვებული და მძიმედ ტრავმირებული 2024 წლის სექტემბერში ქარელში მცხოვრებმა ცხოველთა მოყვარულებმა იპოვეს და თათების იმედს გვთხოვეს ლეკვის გადარჩენაში დახმარება. ჩავაკითხეთ და წამოვიყვანეთ. ცუგას მთელს სხეულზე დაზიანების მრავალი კვალი ემჩნეოდა. ლეკვს ბეწვი კანთან ერთად ძვრებოდა. სხეულზე არაერთი ჭრილობა ჰქონდა და ტკივილისგან ტიროდა. შიმშილისგან გამხდარ პატარა სხეულზე ბეწვი ალაგ-ალაგ შერჩენოდა და წებოვანი მასით იყო დასვრილი. ექიმთან მიყვანის შემდეგ გაირკვა, რომ სხეულზე დაზიანება დამწრობით იყო გამოწვეული. მას სავარაუდოდ მდუღარე წყალი გადაასხეს. გარეგანი დაზიანების გარდა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სისხლის პარაზიტების მძიმე ფორმითაც იყო დაავადებული, რაც მის ზოგად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. პატარა ლეკვის მძიმე ისტორიამ სოციალურ ქსელში გულგრილი არავინ დატოვა. ლეკვის მკურნალობასა და რეაბილიტაციას 6 თვე დასჭირდა, ხოლო ფინშენის რეაბილიტაცია 5 თვე გაგრძელდა. გადავწყვიტეთ მათთვის მზრუნველი პატრონები მოგვეძებნა. კატისა და ლეკვის გულშემატკივრებს მათი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის დახმარებით დეტალურად ვუყვებოდით და მათთვის მზრუნველი პატრონის მოძებნას ვცდილობდით. ფრიდასა და ფინშენის ერთადაყვანის სურვილი გერმანიაში მცხოვრებმა მარია კამბუშმა გამოთქვა და ცხოველებისთვის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საბუთების მომზადების რამდენიმე თვიანი რთული პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც საბუთები მოვამზადეთ, მარიამმა ფრიდას და ფინშენს საქართველოში ჩამოაკითხა. მე შენ გავხდებით საუკეთესო მეგობრები. ოღონდ მე უნდა გიყვარდე უფრო მეტად, კაი? პირველად ნახე შენს გვერდზე და სიმართლე გითხრა შოკში ჩამაგდო და ვიტირე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო ადამიანმა ცხოველი ესეთ მდგომარეობას ჩააგდო. და მიუხედავად იმისა, რომ აი საერთოდ არც კი ვფიქრობდით, რომ ძაღლი ესე მალე გვეყოლებოდა, გადავწყვიტეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, ამ პატარას ეკუთვნის ერთი სახლი და იმის სიცოდნა, რომ კარგი ადამიანებიც არსებობენ, ვისაც ცხოველები მართლა ძალიან მოყვარს. და უფრო მეტად იმის გამოსწორება მინდოდა, რაც დაუშავეს. და მის გამო ჩამოვედი აქ და წავიყვან მალე სახლში, სადაც იქნება სამუდამოდ. და იმოგზაურებს ძალიან ბევრს, ივლის სამსახურში, ირბენს პარკში და ივლის სკოლაშიც. ელოდება 3 მეგობარი, 3-ვე არის კატა. 2 კატა ერთმანეთს ძალიან ჩახუტებულები არიან და ქუქის არ ყავს ეს მეგობარი ჩასახუტებლად. და გვინდოდა რომ მასაც ყოლოდა ერთი მეგობარი. და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გერმანიაში უამრავი კატა ცხოვრობს თავში საფარში, მაგრამ იმათ აქვთ უფრო მეტი პერსპექტივა ვიდრე საქართველოში ცხოველებს აქვთ. და ესე გადავწყვიტეთ რომ თუ ავიყვანთ, მოდი ისეთი ადგილიდან ავიყვანთ, სადაც ცხოველს მართლა ჭირდება დახმარება და ავიყვანით ფინშენი. ესე საქართველოს. ფრიდასთან ერთად, ხო. საზღვარგარეთ გამგზავრების წინ აუცილებელია ვეტერინარული შემოწმება. ფრიდა მარიამთან ერთად მის მკურნალ ექიმთან მივიყვანეთ. ვაიმე, შემოგეგმილია. მამოსი გონხტარა, როგორი შემოწმებაზე. დავით. ვიზუალურად კარგად გამოიყურება ნევროლოგია, რა ჩემომწო ყველაფერი ნორმაში აქვს, საბუთები წესრიგშია, ვაქცინები ყველაფერი წესრიგში აქვს. მე მახსოვს რომ მოიყვანეთ აი ამ ხელა, გაუბედურებული, სავარაუდოდ ის იყო დამწრობა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ნუ ერთობლიობი ძალებით, ძაღლი დღესდღეობით ჯანმრთელად და კარგად გამოიყურება და წავა საზღვარგარეთ და იცხოვრებს ბედნიერად. წამოდი. წამო. ჩვენ ვიყავართ თბილისის აეროპორტში და ჩვენ გადარჩენილი სულა მიწნავს გერმანიაში. ძალიან ემოციური საღამო არის ჩემთვისაც და მისთვისაც. ორივე განვიცდით, ფრიდა განვიცდის მისთვის აბსოლუტურად უცხო გარემოს. ჩემთვის კი ემოციური არის, იმიტომ რომ სულა, რომელიც გადავარჩინე, ჩემთან ცხოვრობდა 10 თვის განმავლობაში. ახლა
უნდა გავფრინდეს სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია გაუშვა და თან როდესაც უშვებ საერთოდ სხვა ქვეყანაში და შეიძლება ვერც ვერასდროს ვეღარ ნახო. მაგრამ იმდენად მოსიყვარულე ოჯახში მიდის, რომ პრაგმატულად იღებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს მსხვერპლი გაიღო. ფრიდას და ფინშენს ძალიან გაუმართლა. ისინი ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას მზრუნველ ოჯახში. თათების იმედის შემდეგ სიუჟეტში კი სხვა ქუჩის ცხოველების გადარჩენის ისტორიებს მოგიყვებით. ერთი ცხოველის გადარჩენით სამყაროს ვერ შეცვლი. თუმცა იმ ერთისთვის იცვლება მთელი სამყარო. ჩვენ თათების იმედი ვართ. იმ ერთისთვის ნამდვილად და არა ერთისთვის ძალიან ბევრისთვის შეიცვალა ეს სამყარო თათების იმედის და სოფიოს დახმარებით, როდესაც დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ და აი ამ არაჩვეულებრივ არსებას, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გამოიარა, იმსახურებს ძალიან თბილ მზრუნველ ოჯახში ყოფნას და დიდი იმედი მოქვს, რომ მალე ეს ჩვენი მიუსაფარი ცხოველები ყველანი იპოვიან მზრუნველ პატრონებს. სოფიოს დახმარებით დარწმუნებული ვარ, ეს მათ არ გაუჭირდებათ. რეკლამის დრო ახლა რამდენიმე წუთში